ლითა მამისათა დაძისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი. ეს არის ხსენება წმინდა პავლე ყოვლად უბრალოს. ეკლესიამ ასე უწოდა, ყოვლად უბრალო. დაახლოებით 60 წელს გადაცილებული კაცი იყო, დაახლოებით 60 წლისა, რომ მოხდა რაღაცა დიდი განსაცდელი მის ცხოვრებაში და მან დატოვა ოჯახი და წავიდა მონასტერში. ეს არის პერიოდი, როდესაც მოღვაწეობს წმინდა ანტონი დიდი. ანტონი დიდი არის განდეგილური მოღვაწეობის ფუძემდებელი. ანტონი დიდი ძალიან დიდი წმინდანი. და მიდის სწორედ ანტონი დიდთან. და ესე იგი, რომ გამოხედავს ანტონი გააღებს კარებს და გამოხედავს, ეთქვის, რომ რისთვის მოხვედიო და მეო ბერობა მინდა. და მინდა ანტონი კარებს მიუხურავ, შენო მოხუცი ხარ, უკვე ბერობას ვეღარ შეძლებ. გამოცდაა ეს, გამოცდაა, თორე განაახელები არ მისულან მონასტერში. და მიუხურა კარები. ეხლა ეს პავლე გარეთ დგას და თუ არა ვწდები 2 თუ 3 დღე ესე მოუწია ყოფნა, სანამ ანტონი კვლავ გამოხედავდა. და შემდგომ გამოსვლის დროს ანტონიმ ნახა, რომ ის ისევ კარებთან იდგა. წარმოიდგინეთ, ძიებწყურვალი, დაღლილი, მაგრამ აი გულმოდგინება რა არის. შეიძლება ადამიანმა თქვას, რომ მოდი ავდგები და სხვაგან წავალ, ან ავდგები და ისევ ერში დავბრუნდები, მაგრამ აი გულმოდგინება ჰქონდა, რომ უნდა ბერი გამხდარიყო და უნდა რომ სწორედ ანტონი დიდი ყოფილიყო მისი მოძღვარი. დაეხარდა ანტონი დიდს, რომ ეს დაინახა ისე იქ და შეიყვანა მონასტერში. რამოდენიმე გამოცდა მოუწყო ესეთი, რომ მართლა გულით უნდოდა და მართლა უნდოდა მონაზვნობა, ბერობა თუ არა და მოკლედ ასე იყო, რომ უნდა დაეწნათ ფინიკის ტოტებისაგან თოკები, დაეწნათ და ჯერ ჩაალბეს კარგად. ჭამაზე და რამაზე არაფერს არ ეუბნება. ჩაალბეს და დაიწყეს თოკების დაწნა. მერე რომ დაწნეს, წმინდა ანტონიმ უთხრა, რომ არ ვარგაო, მოდიო, დავშალოთო და ახლიდან დავწნათ. და ის უკვე რო დაშალეს, უკვე კარგა გამაგრებულია, გამომშრალია უკვე, სანამ ნედლი იყო. მერე იმას ახლიდან წნავენ და უკვე აი ხთითებიდან სისხლისთვის, ესე იგი ისეცნავ. რომ დაწნეს, წმინდა ანტონიმ უთხრა, რომ ხომ არ მოდიო ავდგეთო ეხლაო და 12 ლოცვა თქვათო, მათი წესი იყო ასეთი მონასტერში. ადგნენ ილოცეს. მერე ეკითხება, ეხლა ხო არ გვეტრაპეზაო, ხო არ გვეჭამაო რამე. პავლემ უთხრა, როგორც გვაკურთხებ. მოიტანა წმინდა ანტონი პატარა ორისმე ნაჭერი, 4-ად გაყო ესე იგი და 3 ნაწილი პავლეს დაუდო, 1 თავისთვის დაიდო. პავლემ აიღო და 1 ნაწილი დაიტოვა და 2 გადადო. როგორც ანტონმა დაიტოვა 1, მანაც 1 დაიტოვა. ანტონი დიდი ეუბნება, ჭამეო, მე არ მინდაო, მე ბევრიო, მე ბერი ვარ. და ესეც საკმარისიაო და პავლე ამბობს, მეც ბერი მინდაო, რომ გავხდეო. აი გულმოდგინება რა არის და ესეთი რამდენიმე ეს მოუწყო მოკლედ და ბოლოს დაიტოვა მონასტერში. და გავიდა 1 წელი. ხა საინტერესო რამე ახლა ხდება ნახე. გავიდა 1 წელი, 1 წელი სულ რა არის, ხო? ადამიანი ბერდება მართლა ეკლესიურ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება ბევრი ვერაფერი ვერ ისწავლოს. 1 წელი გავიდა. მოიყვანეს მონასტერში ეშმაკეული ადამიანი. და ესე იგი, ანტონი დიდთან მიიყვანეს, რომ მან განკურნოს. მართლაც დიდი მამა იყო და წმინდა ანტონი ეუბნება, რომ ის თავისი სიმდაბლიდან გამომდინარე. ჩვენო ეგეთ დიდ ეშმაკებს ვერ ვკურნავთ. ჩვენ პატარა ეშმაკების განსხმა შეგვიძლია ადამიანისგან განდევნავთ. ეგო პავლეს შეუძლია. აიყვანეთო პავლესთან. და
მიიყვანეს პავლესთან და რადგან მისი მოძღვრისგან იყო გამოგზავნილი, მან თქვა ასეთი რამ, რომ წმინდა ისა ჩემი მოძღვრის ლოცვითო იბრძანებო, რომ მაგისგან გახვიდე, ეშმაკებს უბრძანებს. წარმოიდგინეთ, რა ჰქონდა პირველი პავლეს? პირველი ჰქონდა გულმოდგინება. მაგრამ ეს გულმოდგინება წყალში ჩაიყრებოდა, სულ მინიმუმ წყალში ჩაიყრებოდა. და მაქსიმუმ კიდე ეშმაკი სათავისოდ გამოიყენებდა ამ კაცს, რომ სიამაყე ჰქონოდა, ამპარტავნება რო ჰქონოდა. მაგრამ მთავარი რაც ჰქონდა, გვირგვინი რაც ჰქონდა ამ კაცს, ეს იყო უბრალოება, სიმდაბლე. მიტომაც თქვა, ჩემი ლოცვით კი არა, აი ჩემი მოძღვრის ლოცვით გიბრძანებო, რომ მაგისგან გახვიდეთ. აი ეს ორი ძალიან დიდი თვისებაა ადამიანის. ერთი რომ გულმოდგინე იყოს, გულმხურვალე რო იყოს. იმიტომ რომ თუ ადამიანი გულმხურვალე არ არის, ესე იგი თუ ნერთბილია და მით უმეტეს თუ გაცივდა ადამიანის გულსა და გონებას 1000 გვარი ფიქრი დაეპატრონება. ხა ესე ამბობენ წმინდა მამები. სანამ წყალი ცეცხლზე დგაო და დუხსო, იმას არ დაეხვევა რა არაფერი. მათ ქინქლები, ბუზები არ დაეხვევა, მაგრამ ის რომ გაგრილებას იწყებს, გაციებას იწყებს, აი საჭმელის დგას, როცა დუხს, აბა გინახიათ რომ იმას დახვეოდეს რამე, იმას არ დაეხვევა. მაგრამ აი ის რომ ნელდება, იმას ეხვევა რა. ის ფუჭდება მე. ადამიანის სულიც ეგრეა, ესე იგი სანამ გულმოდგინეა, სანამ გულმხურვალეა, მას შეუძლია რომ ბევრ რაღაცას მიაღწიოს. მაგრამ თან ნახეთ იმ ქვაბში რომ საჭმელია, მოდი განვასულიეროთ ესე ვთქვათ. თავისით ხო არ დუხს ის. იმ ცეცხლის დამსახურება ის რომ დუხს. და ადამიანის ამაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ჩემი დამსახურება კი არა, ღვთის მადლია, ეს გულმოდგინება. აი პავლეც ესე ფიქრობდა, რომ მისი დამსახურება არ იყო და იმიტომაც იყო დიდი. იმიტომაც ესეთი შესაძლებლობა მიეცა ერთ წელიწადში, რომ ეშმაკების განდევნის ძალა მიეცა. მაგრამ აქ თავარი ეშმაკების განდევნა კი არ იყო, მისი სიმდაბლე იყო ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი თავის დროზე ეშმაკებსაც კი განდევნიდეს, მაგრამ ამპარტავნებით დაეცეს. იმიტომ აი ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ გულმხურვალება, გულმოდგინება და ყოველივე ამის შემდეგ სიმდაბლე შენარჩუნებული იყოს ჩვენში. იმიტომ რომ სიმდაბლე თუ დაიკარგა, მაშინ ყველანაირი ღვაწლი, ყველანაირი მიღწევა ადამიანისა უკვე წყალში იყრება. ერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფ.